იცით, რუსეთს არ ჰყავს მეგობრები, მას აქვს მხოლოდ ინტერესები, თუმცა აუცილებელია ვისაუბროთ რუსეთის რეალურ შესაძლებლობებზე. რუსეთი უკიდურესად გადატვირთულია უკრაინაში ომით და ჩემი აზრით მას უბრალოდ არ შეუძლია ირანისთვის სერიოზული მხარდაჭერის გაწევა. თან რომ შეეჯახოს შეერთებულ შტატებს, რუსეთს უჭირს საკმარისი ჯავშანტექნიკის წარმოება უკრაინის ფრონტისთვისაც კი. მათ სერიოზული პრობლემები აქვთ საჰაერო თავდაცვისა და სხვა მრავალ სფეროში. ასეთ პირობებში ირანის დახმარება გიჟურ გადაწყვეტილებას წააგავს და ვლადიმერ პუტინი ამას ძალიან კარგად ხვდება. ამიტომაც ირანისადმი მხარდაჭერა რეალურად მხოლოდ რიტორიკული იყო. არავის სურს დამარცხებულს დაუჭიროს მხარი. როცა ისრაელმა ირანს მძლავრი დამაჯერებელი დარტყმა მიაყენა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ირანი ამ კონფლიქტში მარცხდებოდა. ისრაელმა შეძლო ის, რაც სამხედრო ისტორიაში ძალიან იშვიათია. სრულად დაიმორჩილა 1500 კილომეტრით დაშორებული მოწინააღმდეგის საჰაერო სივრცე. როდესაც ისრაელმა ეს საჰაერო უპირატესობა უკვე მოიპოვა, ირანის გამარჯვების შანსი ფაქტობრივად განულდა. მათ რაკეტებისა და გამშვების სისტემების მარაგი ამოეწურებათ და შემდეგ რაღაც გააკეთებენ. ისრაელი შეძლებს განაგრძოს მასშტაბური დაბომბვა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ჩემი აზრით, რუსეთმა ზუსტად ამგვარად შეაფასა ვითარება, რომ ირანი დაპირისპირების ამ რაუნდში უკვე დამარცხებულია. და თუ ასეა, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი? ბაშარ ალ-ასადსაც სწორედ ამიტომ არ დაეხმარნენ აქტიურად თავის დროზე.